ცენტრალური მიმართულება თუ შეიძლება ჩაითვალოს ეგრე არის. კი ბატონო. კარგი, ესე იგი, გაირკვა რომ და ეს სხვათა შორის გუშინ რა მინიმუმ ერთმა გამოსვლელმა იგივე თქვა რომ ცენტრალური მიმართულება იყო ცხინვალი. აი ეს 7 აგვისტოს როდის ხდება? მაგიტომ დაგიბარათ მიშამ მიხეილ სააკაშვილმა გორში რომ ესე თქვა? თუ როდის მოხდა ეს? მიხეილ სააკაშვილი აშორში ეს. ხო და არა ვკითხულობ. არა. ვიკითხე. არაფერი არ ყოფილა. არ დავალევია ჩემთვის არა. ვინ განგისაზრდა? გენერალმა გოგავამ ქალბატონ თეთრი უკვე, ხო? სად? ავნევში? ნუ არ ვიცი ხა ადგილი ზუსტად სად ვიყავით. კონფლიქტის ზონაში არ შემოდიოდა. ზონასთან გორში ალბათ. დამისვე 60-ანა. დავაზუსტე. უკვე წინა დღეებში უბრალოდ ცოტა უკან რო გადავახვდეთ. წინა დღეებში როცა სროლები ხდებოდა კალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან ნავთქორცნებიდან თქვენ რომ მინამიოც უწოდებთ. ეს ხდებოდა სხვადასხვა სოფლებიდან, ზოგჯერ რუსეთის საგუშაგოს ამოფარებული და უშუალოდ ცხინვალიდანაც იყო დაბომბვა? უშუალოდან ქართული სოფლების მამისან თუბნიდან. ბატონო? მამისან თუბნიდან. ესაზღვრება ერგინეთს. ერგინეთს. მამისან თუბანი. დიახ. მამისან თუბანი. მიტოვებული ასფალტის. უშუალოდ ქალაქიდან თუ ხდებოდა დაბომბვა? ხა იქ შიგნით არ ვიყავი, უბრალოდ გამოსროლა საიდან ხდებოდა, ხა მე ვინ დამანახებდა იმას, მაგრამ სროლები იყო მამისან თუბნიდან ერგინეთს. კარგი და დაახლოებით რა დროა, როცა ეს ფუნქცია შეგეცვალათ და ეთანხმებით თუ არა იმ წინადადებას, რასაც მე მგონი მეხუთედ ვამბობ, რომ თქვენ შეგეცვალათ ფუნქცია. მე სამხედროა და ბრძანებებს არ ვარჩევ. არ არჩევთ, მაგრამ შეგეცვალათ ფუნქცია. ანუ სამშვიდობო შტაბის ხელმძღვანელი უცბად 7 აგვისტოს რაღაცა დროს აღარ იყავით, თქვენ დაინიშნეთ პასუხისმგებელ პირად ცენტრალურ მიმართულებაზე, რომელიც გულისხმობდა ცხინვალს. ნუ შევითავსე ფაქტიურად. შეითავსეთ. კი ბატონო. ბატონო. თქვენ მართლაც ძალიან დიდ როლს ასრულებდით ეს ყველა სახსოვს სამშვიდობო მისიის დროს. და ძალიან კარგი ურთიერთობა გქონდათ ჩამოყალიბებული თქვენს კოლეგებთან. აი ამ დროს როდის გახდა თქვენთვის ცნობილი რომ ცხინვალმა დაიწყო ევაკუაცია? 1 აგვისტოს. 1 აგვისტოს. ანუ 1 აგვისტოს თქვენ უკვე იცოდით რომ იქ ხალხის ევაკუაცია ხდებოდა. ტელევიზიიდან გავიგე, იმიტომ რომ თათბერი არ მოუწევიათ, არ დაუსვიათ ეს 60-ანა, ის რაც ჩვენთვის რაც მათთვის შეიძლება და ჩვენთვის არ შეიძლება. მოიწვიეს ავტობუსები, შემოიყვანეს, დაიწყეს ევაკუაცია, სხვათა შორის ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, ქართული მოსახლეობისთვისაც რაღაც ნაწილობრივი სიგნალი გახდა, რომ ცოტა გარიდებოდნენ იქ ოროს, ისეთი იქმედება ჩაიდინეს. ძალიან ისაქნეს, საქმე, აი უცბად შეკრიბეს რაღაცა ეს მერე არის უკვე ბატონო ალყა ეს რაღაც 2009 წელს ვგებულობთ ამის პასუხს, როცა უკვე პუტინი გამოდის და იძახის, რომ თადარიგი ჰქონდათ დაჭერილი, შექმნეს ეგრეთ წოდებული სასწავლო ცენტრები ბარსი, რომელიც გუთის ხიდის თავზე იყო და რაღაც როგორ ვთქვა, რაღაც გარდამავალი პერიოლოჩინი პუნქტივით ჰქონდა. იქიდან გადაყავდით, რომ 7-მდე თითქმის არაფერი ხდებოდა, ნუ გარდა იმ ინციდენტისა, რაც იყო ორი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა ჩვენ გამოსრულებისგან, ასე გავიგეთ, რომ მანამდე თითქოს იქ არაფერი არ ხდებოდა 7-ში ყოველ შემთხვევაში და თავდაცვას ჰქონდა ესეთი მიმართულება, რომ რაღაცა მოთმინებით უნდა უპასუხოთ ამ ყველაფერს. კარგით, მადლობთ, ფერეში დაგისვოთ. თქვენ ერთი დამატება მაქვს თუ შეიძლება. არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მარტო 7 აგვისტო, ძალიან მნიშვნელოვანი არის 3 აგვისტო, რომელზეც არის მონიტორინგის დასკვნა, რომ გამოყენებულია ტანკი. კი ბატონო. თქვენ როგორც სამშვიდობო ძალების სარდალს, ხომ სწორად ხმარობ ტერმინს? არა, არ ხმარობ. სამშვიდობო ოპერაციების შტაბის სარდალი არ ყოფილა, სარდალი იყო ერთი კულახმეტოვი. ქართველების მხრიდან იყო უფროსი სამხედრო მეთაური, სტაშინოვსკი ნაჩანიკი. დავადგინოთ ტერმინები, როგორც ცენტრალური მიმართულება რა იყო, თქვენ ვინ იყავით, რომ თქვენი ფუნქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ესე იგი, თქვენ სამშვიდობო ოპერაციების შტაბი ხელმძღვანელი ხართ, ქართველი. გაქვთ თუ არა, თქვენს შეიძლება არ გქონდათ ეს, მაგრამ გაქვთ თუ არა კითხვა სვამ, შეიძლება გქონდათ. პირდაპირ მოვალეობათ, ერთ-ერთ მოვალეობათ
რომ როგორც კი თქვენ დაინახეთ, აი რაც ბატონმა ალეკომ იკითხა ტელევიზიის თუ გაიგეთ ადგილზე, რომ 1 აგვისტოდან მეორე მხარემ დაიწყო ევაკუაცია. როდესაც თქვენ კულახმეტოვმა სარდალმა არ მოგისამძიმრათ. თქვენ თვითონვე თქვით, რომ უკვე მიხვდი, რომ მარტო ვარ. თქვენ თუ მარტო იყავით, ჩვენი მოსახლეობა ხომ კიდევ უფრო მარტო იყო. თქვენ რომ მიხვდით, რომ თქვენც კი მარტო ხართ, თქვენ სიტყვებს ვიმეორებ. თქვენს უფლებამოსილებებში შედიოდა თუ არა, რომ მინიმუმ განგაშის ზარი შემოგეკრათ, რომ მოსახლეობაში სამოქალაქო არაკომბატანტ მოსახლეობას გულისხმობ, იქ მსხვერპლის ყველაფრის ფასად თავიდან აგეცილებინათ და თუ ეს იყო თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის? გაერთიანებული შტაბი ჩავაყენე საქმის ყურში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? როდესაც რომ განგაში უშუალების საბჭოს გარეშე, გენშტაბის გარეშე ამეთი ხა და სახლებზე გამეკაკონი და რას მეკითხებით ვერ გავიგე. აი, აგიხსნით რას რომ კარგად გავიგოთ, რას გეკითხებით. როდესაც თქვენ პირდაპირ ერთ-ერთი პირდაპირ მოვალეობა მე ასე მესმის. თუ გადამარწმუნებთ, რა თქმა უნდა, მზად ვარ გადავწმუნდე. თქვენი ერთ-ერთი პირდაპირ მოვალეობა, როგორც სამშვიდობოსი, იყო სამოქალაქო მოსახლეობაზე ზრუნვაც. ხომ ასეა? კი ბატონო, მადლობა, რომ დამიდასტურეთ. რასაკვირველია. შესაბამისად, თქვენ როდესაც ხართ ადგილზე, გაქვთ ის შესაძლებლობა, ძვირფასი შესაძლებლობა, რომ იყოთ ცხინვალში. გადაადგილდებოდეთ. თქვენი თვალით ხედავდეთ და აფასებდეთ ადგილზე ვითარებას. 1 აგვისტოს მე არ მაქვს ეგ შესაძლებლობა. ცხინვალში ვეღარ გადავადგილ თქვი მე ეს. ხო, მაგრამ ტელევიზიას არ ხურობთ პროექტში, ხალხო უამრავი ინფორმაციის წყარო გაქვთ. არა, მე სამსახურები მუშაობენ და ყოველ წუთიერად თუ არა, ამ პერიოდულად ინფორმაციას უნდა იღებდეთ, რა ხდება მოწინააღმდეგე მხარეს. მეტი ინფორმაცია რაღაცა გინდათ, შტაბს გადავცემ აბსოლუტურად ყველაფერს დეტალურად გადავცემ გაერთიანებულ შტაბს. როდის გადაეცით პირველად, რომ ბატონო გენერალო მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი არ არის აქ ცუდად არ არის აქ კარგად საქმე რომელი დღე იყო ეს რომ გადაეცით? რას ქვია გადასარჩენი? ხავდო ბოლო წამოვდეთ ცდილობდით რომ აგვეცილებინა კოფრი. რას ქვია გადასარჩენი? არა, ნახეთ რას გეკითხებით? რა გინდათ ბოლო რას გეკითხებით? რა მინდა ბოლო ვერ გავიგე. ესე ბოლო რა გინდა? ევაკუაციას იწყებს ვინც? მის მინერ წუთი ცოტა იმასკენი და ევაკუაციას ვინც? არავინ არ ზის აქ არტნაკლები. გასაგებია თუ იწყებ რაღაც ოპერაციას ბატონო, მაშინ შენ აფრთხილებ. შენ გამოყავს. ეს გეკითხებათ. თქვენ ამაზე ხართ პასუხისმგებელი. სწორედ იმიტომ გაქვთ ეს სამშვიდობო მიცია, რომ იქ მოსახლეობა დაიცვათ. ამიტომ თქვენ როცა გააკეთეთ მოხსენება თუ პატაკი და მიმართეთ, რომ ასეთი მდგომარეობა მოწინააღმდეგე მხარე. გაყავს ხალხი, ანუ საგანგაშო ვითარებაა. ორი ჯარისკაცი მოგვიკლეს, ხო? თქვენ ითხოვთ და ვალდებულიც იყავით, რომ სასტრაფოდ მიეღოთ ზომები. ანუ იქიდან მაშინ უნდა გვითხრათ, რომ არავითარი პასუხი არ გქონია და მითხრეს, რომ ეგ არ არის ჩემი საქმე. იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები და კონფლიქტები ამაზე თან გქონდათ, რაც მოგვიანებით ვერ გეტყვი. ბატონო მამუკა, მოდით ერთი წუთი სანამ პასუხს გავცემთ, შევთანხმდეთ მუშაობის წესებზე. ესე იგი, მე არ მგონია, რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ, რა ტონითაც საუბრობთ. და მოდით ყველა მოიქცეთ იმ სამხრეების შესაბამისად, რითაც მობრძანდით. გისმენთ, არ მოვიქეცი ესეთი. ეხლა გუშინ განსაკუთრებით ვერავინ ვერ იტყვის, რომ ან რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მიაყენეს ვინმეს. ნუ მაწყვეტინებთ. რაიმე ტიპის შეურაცხყოფა მივაყენეთ აქ ვინმეს, რომ აქ არ არის და მადლობა ამისთვის საქართველოს პარლამენტს და მის ადმინისტრაციას ნორმალური პირობები შექმნილი, რომ ჩვენ ვიმუშაოთ და ვისაუბროთ კომფორტულ პირობებში. ამას ვერავინ ვერ იტყვის. გუშინ
აი სალაპარაკო ენაზე ვიტყვი, მე ძალიან ბევრი რაღაც როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე. ტონი გავატარე. ტოების ძახილი გავატარე. ბევრი რაღაც გავატარე. ამიტომ მოდით ახლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო, რომ თქვენ ტონს აუწიოთ. თუ მობძანდით მუნდირით, პატივი ეცით მუნდირს პირველ რიგში. გისმენთ. გასაგებია? გისმენთ, კი. რა გინდათ ვერ გავიგე. რა მინდა და ეხლა დაგისვავთ კითხვას და უპასუხეთ და გისვამენა კითხვებს. და აქ არც ერთი ის არ გეგონოთ ისა რბილად ვიტყვი და ბოდიშს ვუხდი აქ წევრებს. თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე რა. წერტილი. ესე იგი, ჩვენ ვამბობდით რას? რომ როდესაც თქვენ სიტყვებს ვიმეორებ და მე ხლა არ მინდა და თუ გნებავთ ამოვწევ და ჩანაწერს გაჩვენებთ, სადაც თქვენ ამბობთ დამიბაროს ქართულმა ოცნებამ და ვისაუბრებ ხარვეზებზე. აი დაგიბარეთ და ისაუბრე ხარვეზებზე. გაგაინტერესოთ გეკითხეთ. და ტონს დაუწიე და ეხლა მე აუწევ ტონს. გისმენთ. და დაუბრუნდეთ თქვენობით ლაპარაკს და მშვიდ საუბარს. გისმენთ. მომინდომეს აქ ბიჭურად საუბარი. ერთმამ და მეორემ კიდე. ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ესე იგი, თქვენ 1 აგვისტოს უკვე ხედავთ, რომ ევაკუაციას მეორე მხარე ახორციელებს. თქვენვეთ ბრძანეთ, რომ 3 აგვისტოს უკვე იყო ინციდენტები და ცეცხლიც, ეს თქვენი სიტყვებია. და 6 აგვისტოს ყველას ერთად გვემართება ის უბედურება, რომ 2 ქართველი ჯარისკაცი არის დაღუპული საგუშაგოზე. თქვენ გადაეცით თქვენი პირდაპირი მოვალეობა, ეს ვიცით და თქვენც დაგვიდასტურეთ, რომ სამოქალაქო მოსახლეობაზე იზრუნოთ და ვინაიდან ეს თქვენი მოვალეობაა, თქვენ გენერალურ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს გენერალ გუგავას გადაეცით, რომ დაძაბულია ვითარება და ვიზრუნოთ მოქალაქეების ევაკუაციაზეო თუ რაზეო. აი ეს არის კითხვა. თუ ასეთი გადაცემა ინფორმაციის არ გაგიკეთებიათ. გავაკეთე ესეთი ინფორმაცია და რომელ დღეს? ნუ ეს არის რაღაც უკვე 7 რიცხვი არის. თუ ასწრები 7 რიცხვი. 7 რიცხვის მასმერე რაც სააკაშვილს დაშორდით გორში თუ მანამდე? და დავშორდი. მასმერე, ანუ დღის მეორე ნახევარში 7-ში. სრუჩვენების შესახებ გაგაფრთხილეთ მე მგონი, ხო? კი. გადაეცით. რა გიპასუხა ზაზა გოგავამ ეს რო უთხარით? აი დეტალები არ მახსოვს ახლა, ნუ ყველა ზომა უნდა ვიხმაროთ, რომ ეს არ მოხდეს. და ზომები რა დაგისახათ? სიტუაცია ცეცხლი გადაიზარდოს. მე ფაქტიურად რასაც თქვენ მეკითხებით, უბრალო კითხვა არის ძალიან პოზიცია ამაზე რო ხა ის მომიწია, მაგრამ 1 აგვისტოდან ვეუბნები რომ იზაბება ურთულესი სიტუაცია აქვს მოსახლეობას, ნიქოში უკვე სახლები იწვის, მონიტორინგის დასკვნების იგზავნება ქალბატონთია და ამ შემთხვევაში უკვე ის არის ვახსენებ, მოხსენებით რეჟიმში ვარ, რასაც თქვენ მეუბნებით თუ გინდა თუ არა 7-ში ზუსტად არ მახსოვს და მაგიტო ჩასწრებას ვაკეთებ, რომ 1 რიცხვიდან დეტალურად, აი თუ აი შეიძლება ითქვას, თითო გამოსროლაზე ვაყენებ საქმისყოში, ვისი მხრიდან არის პასუხი, რომ ყველაფერი გააკეთე, რომ დაშოშმინდეს, ჩასხრეს. ეს გასაგებია. ეს არის სამხედრო მიმართულება. სიტუაციის ჩაცხრობა. მაგრამ მე გეკითხებით სხვა რაღაცას. თქვენ სამოქალაქო მოსახლეობაზე აქ იგულისხმება ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სოფელში, სხვანაირად როგორ ახსნა. ქალი, კაცი, ბავშვი, შშმ პირი, ყველა მოხუცი, ქალი, კაცი, ყველა ბავშვი. რანაირად ახსნა სხვანაირად? არა, მესმის. მათ შორის დროებითი ადმინისტრაციის თანამშრომლები ქუთაში.
ისიც ხო თქვენი საზრუნავი იყო, ვისი საზრუნავი იყო, არა, ოსი მოსახლეობაც. ოსი მოსახლეობა, ყველა გლეხი, ხალი, კაცი, ყველას გულისხმობ ეთნიკურად. მე არ მithქვამს მარტო ქართველები მეთქი, მე ვთქვი სოფელში მცხოვრები პირი. ეხლა სად და იმ რეგიონში ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რომ შერეული ოჯახები იყო, უმრავლესობა მათგანი იყო შერეული ოჯახი. ამიტომ იქ ეთნოს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა ჩვენიანი იყო მოქალაქე. თქვენ ამ ხალხზე იქონიეთ თუ არა საუბარი ვინმესთან? გენერალ გოგოვასთან. შვიდში. მას მერე რაც დატოვეთ სააკავშირო. პირველში, შვიდში. მან აქ რომ შემობძანით მოგცათ უფლება ყველაფერი მე დამაბრალეო თუ როგორ ხდება? არა, რას ქვია დამაბრალე? სამხედრო ერარქიული თორმა სამხედრო პირმა რომ მაინც მაიძულებთ რომ აი სხვანაირად გელაპარაკოთ, არ მინდოდა. არა, ვალდებულება იყო ქალბატონთეაში ჩემი, უნდა სამხედრო ვარ და უშუალოდ ჩამეტენებინა საქმის გულში. თქვენ ახლა ჩვენ კიდევ ვატყოფოთ, დიდი დრო დაგჭირდება თქვენზე დასახარჯად და ამიტომ ომში ნამყოფმა კაცებმა ჩემზე მეტად მოთოკეთ ნერვები რა. კი ბატონო. თავარსარდას რო შეხვდით უკვე თქვენ შვიდში ხვდებით და არეუნებით ამას რომ მოსახლეობას მას არ უზიარებთ პირდაპირ გაერთიანებულ შტაბს მიაწოდეთ ინფორმაცია, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდალია, რომელიც არა მარტო უმაღლესი მთავარსარდალია, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირია, არის პრეზიდენტი. მას არ უთხარით რომ ასე ხდება, შეიძლება მოხდეს ესკალაცია, შეიძლება დაიწყოს ომი და ამ ჩვენ მოსახლეობას რას უშვებით? არ ქონიათ ამაზე საუბარი, პირდაპირ ქონდათ კონტაქტი და ყველაზე ახლო გზა ეს იყო. თუ მანამდე თქვენ ვერ შეამჩნიეთ რომ ამაზე ვინმე ზრუნავდა და ფიქრობდა. უშუალოდ როცა ვნახე მოხსენება გაუკეთე, დავხვდი და დავიძარით მე უკვე ქალბატონთი ამას თქვა როგორი ნაბიჯები დადიოდა და მე კონტაქტი მე შეგით არ მქონია იქ ოთახში იყო ის სურათის ამბავი იცით და გამოვიდა და მე მაგის ის არ მქონია. მოკლედ ეს კაცი ჩამოვიდა პიარისთვის იქ თქვენ არ ვერ მოახერხეთ ამას ამბობთ ხო ბატონი ალეკოს შეკითხვაზე ვერ მოახერხეთ სააკაშვილთან საუბარი ვერ მოახერხეთ მოგესალმათ მაინც სამხედრო წესით მოგესალმათ მაგრამ არა უფრო მეტი ხო გასაუბრება მოხსენება ან რა დღეში ვართ, რა სჭირს ჩვენ სამშობლოს, რა ხდება, მითხარი მამუკა, ასეთი საუბარი არ ყოფილა. არც სამხედრო წესით ფორმალიზებული საუბარი, დიალოგი არ შემდგარა. მისგან ეს ინიციატივა არ ყოფილა. არ ყოფილა, მე არ მქონდა მაგის შესაძლებლობა, მე მქონდა. მე თქვი რა, რას არ მინდა ახლა კიდე. დაუბრუნდები ჩემს ორდღიან სტილს რაგი. ესე იგი, ამის საშუალება არ მოგცათ, მაგრამ რომ მოეცა ამის საშუალება თქვენ რის მოსახსენებლად იყავით მასთან მისული? რისი თქმა გინდოდათ? რას ვისურვებდი რომ თქვა? ხო, რას ის? ალბათ ადარიგი რომ დაგვიჭირა. რისთვის? ამ სიტუაციას ასე თქვენ გულისხმობთ და შესაძლებელი იქნებოდა თქვათ მიმდებარე სოფლიანობ თვითონ იქ ვერ შეძლო კონფლიქტის ზონაში ჭირდებოდა თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილება ქალბატონთია ევაკუაციასთან დაკავშირებით მიმდებარე სოფლთან ჩემს სულ ამას ეთყოდით თუ მოგცემდათ ამის საშუალებას მაგრამ ბატონი ალეკო აგბრძანდება ჩემი კოლეგები აქ არიან და თქვენ მით უმეტეს აგბრძანდებით და მითხარით უბრალო მოკვდავ ადამიანს ქალს ასეთ სიტუაციაში როცა თქვენ უკვე გაქვთ კონკრეტული ფაქტები და ანალიზის საშუალება. თქვენზე მეტი ანალიზი სააკაშვილის გორში, მოდით ასე ვთქვათ ამ წუთში არ შეეძლო ქონოდა, გორში კი არა, ავნებში არ შეეძლო ქონოდა გინდა ცხინვალში. არ არის შესაძლებელი, როცა სამშობლოს საფრთხეა, რომ თქვენ აკრძალულია სამხედრო წესით, რომ თქვენ გამოიჩინოთ ინიციატივა და უთხრათ, რომ გთხოვთ უმაღლესო მთავარსარდალო მომცეთ საშუალება მოგახსენოთ. ეს აკრძალულია სამხედრო წესში. არა, რა თქმა უნდა, არ არის აკრძალული, მაგრამ თვითონ სიტუაციიდან გამომდინარე და არ ცადეთ პროაქტიულად, რომ მომეცით თუ შეიძლება საშუალება მოგახსენოთ. არ გამოიჩინეთ ეს ინიციატივა. ამ ქონია მაგის შესაძლებლობა. რატომ? აი მოგვიყევით.
იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა გარსეხვია, იმიტომ რომ აი მოგვიყევით ეს. ძალიან ისეთი კადრებში ჩანს მათ, რომ აი ვერ არ ჩამას საერთოდ ისეთი არ ვიცი, ექიმები, ადგილობრივი ჩინოვნიკები, აი რაღაც ჯგუფი დატრიალდა. ანუ თქვენ დაგრჩათ განცდა რომ მას არც აინტერესებდა თქვენ რო იქ იყავით? ნუ მე ხა მაგას როგორ ვიტყვი იმას რა განცდა აქვს. მე ვფიქრობ რომ განცდა თქვენ რა დაგრჩათ. მე რომ სადღაც მოდით ესე გეტყვი დღიათ რა. 2010 წლიდან და მე 12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ვარ ხელისუფლებაში 12 წლის 25 ოქტომბრიდან. ყველა თათბირი და შეხვედრა შემიძლია გითხრათ, სად დამრჩა განცდა, რომ სადაც ვიყავი, იქ ვაინტერესებდი ვიღაცას რო ვიყავი და სადაც რო ვიყავი, არ ვაინტერესებდი, გინდ ყოფილვარ არ გინდა რა. თარიღებით გეტყვით. ყველას გვაქვს ადამიანები ვართ პირადი განცდა, რომ ზივარ აქ, მაგრამ მგონი არ ვარ საჭირო. არ გაქვთ ასეთი განცდა, ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანს განცდა კონდეს. მადლობა ღმერთს, უფრო ხშირად გვაქვს განცდა, რომ დაგვიძახეს და ვარ საჭირო, მაგრამ ეს ადამიანებს შორის ურთიერთობებია. გეკითხებით მარტივად, გქონდათ თუ არა განცდა, რომ თქვენი იქ ყოფნა სააკაშვილს საერთოდ არ აინტერესებდა. თუ რატო არ აინტერესებდა, ამას ჩვენ მე შევაფასებთ. არა, ეგეთი განცდა არ მქონდა, რომ ჩემი ყოფნა იქ საერთოდ არ აინტერესებდა, რას ქვია. მაგრამ გქონდა განცდა იმისი, რომ უფრო მეტი დრო გამონჩენოდა, ეს უკმაყოფილების ის გქონდა. დაგრჩათ უკმაყოფილების განცდა. ამის შესახებ თუ შეატყობინეთ იმას, ვინც როგორც თქვენ ამბობთ, ბრძანება მოგცათ, რომ დახვდი უმაღლეს მთავარსარდალს. არა, არ მithქვია. რატომ? იმიტომ სხვა საზრუნავი მქონდა მაშინ, ხოდოთია, იქ ისეთი დაძაბული. არ უთხარი ძაზაგოგავას, რომ ეს რა დამემართა? ვიცი რომ იქ მოქალაქეები, თქვენი ამ დროს ჯერ კიდე თუ თქვენს ნარატივს დაუჯერებთ და გჯერა. თქვენ ჯერ კიდევ ხართ, თქვენი ცენტრალური მიმართულება ჯერ არ არის. თქვენი მთავარი პასუხისმგებლობა არის სამშვიდობო ფუნქცია. ხო, ასეა. ხო. ჯერ არა გაქვთ შეცვლილი ფუნქცია, სამშვიდობო ფუნქცია რო გაქვთ. ასეთი რაღაც დაგემართათ, რომ უამრავი რაღაც გაქვთ სათქმელი უმაღლესი მთავარსარდლისთვის, რომელიც ამის საშუალებას არ გაძლევთ, თქვენ თავს ამის უფლებას არ აძლევთ, რომ მიმართოთ სამხედრო წესით თუ სამოქალაქო წესით, ამის საშუალებას არ აძლევთ თქვენ თავს და ეს კაცი როგორც შემოირბინა, ისე გაირბინა და გაიქცა, გადაიღო სურათები და თქვენ არეუბნებით გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელს, რომ აი ესეთი რაღაცა მოხდა და ეხლა რას მიბრძანებთ? არ აკეთებთ ამას. იმ წუთში გადამივიდა, რაღაც სხვა გამოწვევები იყო, სადაც გადაგივარდა გონებიდან და სხვა გამოწვევები იყო. რა გამოწვევები იყო, რამაც მოქალაქეებზე ზრუნვა გადაიყვანა მეორე პლანზე. მოქალაქეებზე ზრუნვა იყო ზუსტად, იმიტომ რომ კიდე სროლები იყო და კიდე დავიძარი წავედი იქითკენ. კარგი, ბატონი სოზარი გააგრძელებთ და მე დაგიბრუნდებთ. კი ბატონო. საომარი ოპერაციები როდის დაიწყო? შუიდან რუზღამეს. თქვენ ინტერვიუ მაქვს წინ 2013 წლის 4 ივლისს მიცემული. საომარი ოპერაციები 1 აგვისტოდან დაიწყო. რას გულისხმობთ? აი დაზაბულობებს ავსთქვი, რომელიც უჩვეულები იყო. და ამაზე მნიშვნელოვანი რამე გქონდათ, რომ ეს გეთქვათ ან შტაბის უფროსისთვის, რომ ეს ახლა უკანა ოთახში გელოდებათ, ან მთავარსარდლისთვის, ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არსებობდა, რომ საომარი ოპერაციები პირველში ადაწყებული თქვენ ამბობთ. ადამიანები კვდებიან და თქვენ ისე გახვედით, რომ რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი საქმე იყო? მოხსენებები გაგზავნილი მაგასთან დაკავშირებით. მოხსენება უნდა გააკეთოთ აქაც საგამოძიებო კომისია და გითხარით რა იყო ამაზე მნიშვნელოვანი საქმე. გაგზავნილი მაქვს მოხსენებები აბსოლუტურად ყველა რეაგირება. რა გიწერიათ იმ მოხსენებებში მაშინ მითხარით? თვითონ გამოსროლა, თვითონ მონიტორინგის დასკვნა, რომელიც შეიქმნა OBS-ის დასკვნები გადაგზავნილი იყო, ვაყენებდი შტაბის საქმის კურსში იმის საშუალება მეტი აღარ მომეცა, რომ დავლაპარაკებოდი შექმნილ მდგომარეობიდან გამომდინარე. კი ბატონო. აი, კიდევ იმას ვუბრუნდები. მთავარსარდალი იქ არის, გენერალური შტაბის უფროსი იქ არის, რომელიც ახლა უკანა ოთახში გელოდებათ და თქვენ ამბობთ, იცით რომ 1 აგვისტოს საომარი ოპერაციები, თქვენი სიტყვები, საომარი ოპერაციები უკვე დაწყებულია. სხერფლი გვაქვს და ამას არ ახსენებთ. გუშინ ბატონი გოგავა გვეუბნებოდა, რომ შვიდამდე ჩვენ წარმოდგენა არ გქონდა, რომ რამე საფრთხე არსებობდა, შეიძლება ომი დაწყებულიყო. ამ დროს თქვენ
ყველაზე კომპეტენტური ადამიანი ვინც უნდა იყოს იქ ადგილზე. ამბობთ რომ პირველში უკვე დაწყებული იყო საომარი ოპერაციები და ასეთი აცდენა როგორ შეიძლება იყოს შტაბის უფროს, მთავარსარდალსა და თქვენს შორის რომელიც ადგილზე იყო ყოველდღიური რუტინა ჩემი იქ რაც ხდებოდა მარტო პირველი აგვისტო არ იყო ადამიანსუდა იქ იყო მანამდე ცროლები დახშირი იყო ცროლები. ნუ ოპერაციები ჩემი ყოველდღიური საომარი ოპერაციები ყოფილა დაწყებული საომარი ოპერაციები იმათი მხრიდან იყო დაწყებული სწავლება ჩაატარეს და ჩანდა ტელევიზორში. მოსაგებია და ამას არ ახსენებთ მეთქი ამას გეუბნებით რომ იმას დაიწყეს საომარი უშუალო უფროს ვახსენებდი როცა იზაბებოდა სიტუაცია ყოველდღიური წესით ვაკეთებდი მოხსენებას. თქვენ რომ იმ მომენტში მოგეხსენებინათ თავარსარდისთვის რომ ხალხის ევაკუაციაა სასწრაფოდ საჭირო. უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა თუ უფრო ნაკლები მოსახლეობის. აი რომ გადაგებიჯებინათ იმ მომენტისთვის თავი და პასუხისმგებლობით მოკიდებოდით უფრო მეტით და გეთქვათ რომ ბატონო მთავარსარდალო ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და დღესვე უნდა დავიწყოთ ხალხის ევაკუაცია. მაგ მომენტში უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები თქვენი აზრით? იქიდან ევაკუაციას ვერ გავაკეთებდით. როგორ? ევაკუაცია არ გაკეთდებოდა, სვეპლი იგივე იქნებოდა. ესე იგი არაფერი არ შეიცვლებოდა ეს რომ უფრო ადრე დაგეყენებინათ ეს საკითხი, სვეპლი იგივე იქნებოდა ადგილობრივ მოსახლეობაში? სვეპლი კონფლიქტის ზონაში შიგნით არის როგორ მოგახსენებთ? ევაკუაცია ადამიანების უფრო ადრე რომ მოგეხდინათ, უფრო მეტი ხალხი დაზარალდებოდა თუ უფრო ნაკლები? დაზარალდებოდა, მაგრამ დახოცილები არიან ხეობაში, იქით არის, აი ცხინვალის იქით არის, გესმით, აი ხამარაშენი ქურთა აჩაბეთი და იქ არის ერთი სასიცოცხლო გზა, ეს არის წვერიახოზე. მესმის, მაგრამ კითხვა არის ესეთი. ხალხის ევაკუაცია და ნაკლები იქნებოდა. არ არის ხო ლოგიკურია ეს. ბადლო. ბატონო მამუკა, ესე იგი მე თუ სწორად მომესმა, რაც ბატონმა ილიამ მკითხათ იმის პასუხად, თქვენ თქვით რომც მეთქვა ევაკუაცია არ გაკეთდებოდაო, სწორად გავიგე? დიახ, იმიტომ რომ თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილება ჭირდებოდა, უნდა მოეწვიათ. იაკობაშვილი იყო მაშინ თანათავმჯდომარე, ჩამოძალებული იყო ცხინვალში, მოეწვიათ თათბირი და საერთო გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ, რომ ესეთი აღონიზება ჩატარებული. თანათავმჯდომარეები კიდე ვინ იყვნენ? თანანიშნავს რომ კიდე იყო სხვაც. რუსეთის მხრიდან იყო პაპოვი, აქედან ჩოჩიევი ყავდათ. სამხრივ ფორმატზე ვსაუბრობთ ამ წუთში, ხო, რასაც თქვენ ამბობთ. და თუ იმ მხარეს სამხრივი ფორმატი არ დაჭირდა იმისთვის, რომ თავისი მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა, ჩვენ რატო დავისაჭიროეთ სამხრივი ფორმატი? თუ ეს ახლა უცბად სპონტანურად მოიფიქრეთ. მათ მაგის ფუფუნება ქონდა, ჩვენ არ ქონდა მაგის ფუფუნება. არ გვაძლევდა მაგის საშუალებას, იმიტომ რომ ეს მევრიკის რის საშუალებას არ გაძლევდათ არავინ? ზონაში რო შესულიყავი, თქვა, აი იგივე მევრიკის საგუშაგო გაგეულო წირძისიდან ასულიყავი ერეთში, გადასულიყავი კოლონით. ორგანიზებული გამოსვლა ჩაგეტარებინა ამის საშუალებას არ მოგცემდნენ და ეს იქნებოდა როგორც ომის დაწყება, ისე აქმული და ამ სიტუაციაში ეს პასუხი თქვენ ახლა მოიფიქრეთ თუ მაშინ ითქვა? ეს იმ რეალობიდან გამომდინარე იყო ერთი თანათავმჯდომარეები ჭირდება ყველა გადაწყვეტილება საგუშაგო სხვა რაღაცა გითხრათ ბანო მამუკა ეს თქვენ ახლა მოიფიქრეთ ეს პასუხი თუ მაშინ ეს იყო პასუხი რატომ არ მოხდებოდა ევაკუაცია ვინმე მგითხრათ რომ ახლა სად ეძებოთ თემური იაკობაშვილი სიტყვაზე ვამბობ როდის შეიკრიბება სამხრივი ფორმატი იყოს ის მოქალაქე იქ და დაველოდოთ რა მოხდება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რომ უნდა მოეწვიათ თემური იაკობაშვილი უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ზონაში შიგ-ცხინვალში და ჩაენიშნა აუცილებლად კიდევ ერთხელ გიმეორებთ ეს ახლა მოიფიქრეთ კითხვაზე გქცევთ პასუხს ხო და ახლა მოიფიქრეთ თუ მაშინ იყო განხილვა განხილვა არ ყოფილა შემთხვევით ვისთან უნდა გამეხილოთ ეს თქვენი აზრია დიახ რომელიც ახლა მოიფიქრეთ ახლა მოიფიქრეთ ახლა მოიფიქრეთ იაკობაშვილი ხშირად დადიოდა იქ? არა. ანუ არ იყო მისი მოვალეობა იქ ყოფნა? კი. და რამდენჯერ გყავთ ნახი, რაც იაკობაშვილი მინისტრი იყო ამ შერიგების საკითხებში? ერთხელ. ანუ ერთხელ ჩამოვიდა რამდენი ხნის განმავლობაში? რამდენი ხნის დანიშნული იყო?
ხშირად ჩამოდიოდა მაშინ აპარატს ხო იქნებ მოგვაწოდოთ ზუსტად რო საიდან სანამდე იყო დანიშნული რომ გავახმოვანოთ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი რომლის მოვალეობა იყო რომ იქ ყოფილიყო დღე და ღამე ერთხელ იყო ჩასული მთელი მისი მინისტრობის განმავლობაში თუმცა კარგად გვახსოვს მისი განცხადებები SKK და არავითარი SKK არ იქნებაო და რამდენი დამაზიანებელი იყო თქვენი აზრით ეს განცხადება ბატონო კატასტროფული დამაზიანებელი კი ბატონო ეს გამუჩათაგდების ტონს ატარებს და ყოველთ მიუღებს რამაც გაგირთულათ ალბათ ადგილზე რომელი რიცხვი იყო ეს განცხადება ხო არ გახსოვთ ეს რიცხვი იყო ბატონო 7 რიცხვი იყო თქვას 7 ანუ სანამ თავარსარდალი გასცემს ბრძანებას რომ საცეცხლე წერტილები ჩააქრეთ მანამდე ეს განცხადება გაკეთებული აქვს რეალურად ამბობს რომ არანაირი სამშვიდობო პროცესი არ იქნებაო ამას ამბობს მინისტრის შერიგების საკითხებში ხო როგორც ურავი პასუხი აქვს ეს რას ნიშნავს ეს არის მასხათ ამუჩათაგდებას ძალიან ცუდი დავაზუსტოთ ეს SKK ზუსტად როგორი შიფრება საკონტროლო კომისია არის რომელიც არის ფორმატით შექმნილი ეს არის მოსკოვი და დაგამისის ხელშეკრულებების საფუძველი შექმნილი სადაც მხარეებს თანათავმჯდომარეები ყავთ გამოყოფილი და ის არის უზენაესი საბუთი იქ ადგილზე რომელიც მიიღება მათ გარეშე წარმოუდგენელი არის ანუ პრაქტიკულად სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი ამბობს რომ არანაირი სამშვიდობო პროცესი არ იქნება, არანაირი კომისია აღარ იარსებებს და დღეიდან მე ვარ რაც ავარ და თან ამას აკეთებს ისეთი სიტყვებით, რითაც როგორც თქვენ ბრძანეთ, აბუჩად იქნებს იმ მასში გაერთიანებულ ადამიანებსაც და თვითონ ფორმატის უკან ვინსგანან იმ სახელმწიფოებსაც. ეს ხო არ იყო ქართულ-ოსური, ქართულ-რუსული რაღაც ეგეთი ფორმატი, ხო? გეთანხმებით კი, ძალიან დამაზიანებელი არის, როცა როგორ გითხათ ბატონო, ძალიან სენსიტიური და საფრთხილოთ აი ყველა სიტყვას მოზომილად უფრთხილდები მაგ დროს რო ცდილობ რომ რაღაცა შეხების წერტილები მოძებნო რომ დააშორო მხარეები ჩემთვის დამანგრეველი იყო ფაქტია. კი ბატონო, გეთანხმებით, იმიტომ რომ აი ეს ადამიანები არ უფრთხილდებოდნენ სამწუხაროდ ჩვენ სამშობლოს და ჩვენს მოსახლეობას ეს დასკვნა არის აქედან. და ამ SKK-ს მოწვევის იმედი გქონდათ თქვენ? არ გქონდათ უბრალოდ. ეფექტურობის მისაღებად აუცილებელი იყო კარგი. კარგი, ბატონო ალიკო. ხა უფრო ბატონო მამუკასთან არა, მაგრამ ბატონო სოზარ ალბათ შეიძლება იაკობაშვილიც მაგ დროს იყო შვებულებაში. იმიტომ რომ რაც ჩვენ ამ კომისიის ხდომებიდან გავიგეთ 1 აგვისტოდან და აგერ გვიდასტურებს 1 აგვისტოდან ხო იქ საომარი მოქმედება და საომარი მდგომარეობა იყო. ამ დროს შვებულებაშია ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შვებულებაშია გუში როგორც გითხრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შვებულებაში არიან გარკვეული თანამდებობის პირები და აქ კიდე ჩვენ გვაქვს საომარი მდგომარეობა და გვაქვს ესეთი უბედურება და იაკობაშვილიც ალბათ შვებულებაში იყო ეს საზოგადოებისთვის ბევრია კიდე შვებულებაში დავაზუსტებ 2000 ამ სოლში მომაწოდეს 2008 წლის 31 იანვრიდან არის დანიშნული ბატონი თემურ იაკობაშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში. ანუ ესე 7 თვის განმავლობაში ადამიანი ჩავიდა ერთხელ კონფლიქტის ზონაში და გააკეთა განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად ცელი გამოუსვა ქართულ სახელმწიფოს ინტერესებს. ბატონო მამუკა, აქ უბრალოდ საზოგადოებისთვის და წევრებისთვისაც და თქვენ შეგახსენებთ, რომ თქვენ როდესაც ერთხელ უკვე გამოცხადდით ამ